როცა ჩვენ გვინდა ვიზრუნოთ საქართველოზე, გავიაზროთ კარგად ქართული სული რას ნიშნავს, რომ ეს არ არის მდარე კულტურა, ეს არ არის თრობა, ეს არ არის უკაცრავად წვადი, ეს არ არის ეკლესიას მოწყვეტილი ერთობა. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ეკლესიას მოწყვეტილი საქართველო. ვისაც ასაკი გვაქვს, ყველას გამოგვისწია. ეს არის საშინელება. კი, ბევრი ვიყავით, 5 მილიონი ნახევარი ვიყავით საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, მაგრამ ეს ისეთი ათეისტური წნეხი იყო და აი მე რაც შემდგომ 90-იან წლებში რაც ბოროტება მოხდა საქართველოში, რომლიდანაც დღემდე ვერ გამოვდივართ, საბოლოო ჯამში იმის ნაყოფი იყო ყველაფერი, უღმერთობის ნაყოფი იყო. და ჩვენ უბრალოდ არ გვინდა რომ ის გაგრძელდეს ჩვენში და ჩვენ ვხედავთ რომ გრძელდება ხშირ შემთხვევაში. როდესაც ჩვენ გვინდა ავაშენოთ ჩვენი სამშობლო ეკლესიისგან მოწყვეტით და არ გამოვა ეს. არ გამოვა, რატომ არ გამოვა? იმიტომ რომ ყველა ადამიანს და ყველა ერთს თავისი რაღაცა ფუნქცია ეკისრება, მოდი ესე ვთქვათ. და ჩვენიერი ყოველთვის იყო პატარა, მცირერიცხოვანი და ჩვენიერი ძალა ყოველთვის იყო ქრისტეში. ეს იყო ქართული ერის თვისება, მთავარი სულიერი თვისება ქართველი ერისა იყო ეს, რომ ქრისტეთი ვიყავით ძლიერ და ქრისტესთვის როცა ვკვდებოდით და ქრისტესთვის როცა ვცხოვრობდით, მაშინ ვინარჩუნებდით ჩვენს ეროვნულობასაც და სახელმწიფოებრიობასაც და შიგნით ხდებოდა საქართველოში ადამიანების პირადი გადარჩენაც. და თუ ქრისტეს გარეშე მოვინდომებდით რაიმეს აშენებას და ბედნიერებას, იქ ყველაფერი ქართული კვდებოდა და პიროვნული გადარჩენის შესაძლებლობების კნინდებოდა. აი ეს არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რომ საქართველოს გადარჩენა მოხდება მაშინ როცა გავითვალისწინებთ თუ როგორ ხედავდა ამ ყოველივეს ჩვენი დიდი წინაპარი გრიგო ხანძთელი როგორ მოახდინა მან ამის რეალიზება ჯერ საკუთარ თავში და მე რადგან მოხდა ეს მისი რეალიზება საკუთარ თავში მე როგორ განეფინა მთელ საქართველოს საუკუნები გადაიარა და დავითის და თამარის საქართველოს შეიქმნა რომელთა მოღვაწეობის ნაყოფები ვართ ჩვენ თორე რომ არ ყოფილიყო დავითი, საქართველოს უბრალოდ აღარ იარსებებდა და ჩვენ აქ ქართულ ენაზე არ ვისაუბრებდით და მით უმეტეს ქრისტეს დიდებას ვერ შევძლებდით.